მადელი გავარმიეთ. ხო გუშინ მე რომ მოვიგე 16 ქულა და 5 ტურია დარჩენილი 15 სულ ყველა მოიგოს მაინც ვერ მეწევა მაგაზე ბაზარი არ არის. იცი ნახა ორ კაპიკს დავპირდები და გავაკეთებ რასაც თუ მარტო ბუთებს მოხდეს ლათადვილია. თუ ტაიმბოლები მაინბოლები დაგჭირდა მითხარი მაგასაც გავაკეთებ. წყალტუბოსთანაც ვაკეთებ. განge ახლა ჩემს სასარგებლოთან თან ორ კაპიკს ვშოულობ გაიგე რა ხდება თან ქულებს შოულობ. მე თან ეს სასარგებლოა იმას უთვისებია და ლოკომოტივი იმიტომ მინდა რომ წყალტუბო იყოს ფულს. გაიგე და მე ვაკეთე მოგეთხოვე რაღაც ორი კაპიკი დავქაჩით რაღაცა 5000-7000 გულს პრემიების სახით ან ფალკენკოს ჩარეული ის შეიძლება დავიწოთ და გავაგზავნოთ რა. კაროჩე მე ხო შეკვირდით მაო რომ მინიმუმ 2-ს მოგიტანთ მეთქი რა. ეხლა აგერ ამანაც იცის. რაღაც პრობლემებიც გაიჩითა, ისიც გაიჩითა, ესეც გაიჩითა და 2 3 4 5 6 7 8 9 10 ეს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 1 2 3 4 5 3 1 2 3 4 5 400 და აგერაც მოვი დოლარი გადავახვდა 2430 რაზე ვთანხმდებით? აგერი ამან უთხარი ახლა რაზე ვთანხმდებიდან? გულში აგვინა ის ჩვენ ორი გოლი რო გავა ხო? იქ ფული, ნაკლები ფული დაიხარჯება, მიხდი? ანუ პირველ ტაიმში 2 გოლი და მეორე ტაიმში 3. 4 ნახევარზე მეტობა ჯამში, პირველ ტაიმში 1 ნახევარზე მეტი, მეორეში მეტი იყოს, კაცო, 5 ნახევარზე მეტი იყოს. თუ არის მაგის საშუალება რაჯობია, მე უთხარი რომ დაბროზი არიან. მე ხო შენ კარგად მომისმინე. გიორგის უთხრა რომ ჩვენ ბიჭებში ჩალიჩობთ მაგეიგე და დაგავორით მაგეიგე ჭკვიანური იგი უნდა ხოდი მიხდი რას გეუბნები რომ დაგავრს ვაგეთებ და რომ იმან მე არაფერი არ ხდება. ამთავრონ 4-3 4-2 გავა მაგის და და ბლიჯოთ და პირველ ტაიმში იმენა 2 ბურთი. პირველ ტაიმში 2 გოლი. მეტი არა. ჯო ფულს ახლა 2 ვიყობ და ახლა აფია აფერაც არა ჩვენ მე ვიცი კაცო ჩვენ მე აქ არავე გიგაზე გიგებს ჩვენ ვიცებთ კაცო თქვენ ჩვენ ვიცებთ ჩვენ ვიცებთ შო გასაგები 10000 მიიღებ შენ წაიღებ სადაც არ ვიცი მე ვისაც აძლევი ფიჯებს დანარჩენს ჩვენ 4 გავუყოფ მე თქვენ მიხედეთ გიგას ხო თქვენი პატივისცემა თქვენ 4 ნახევარზე შევთანხმდეთ თუ 5 ნახევარზე 5 ნახევარზე არის ყველაზე 5 ნახევარზე просто მაგარ მოყუთ შევხსნით რა და ყველას ის კაი იქნება 5 ნახევარი მთავრდება ყველა თამაში რაც მაშინ 7 თუ გავათ აი 7 და არა 7 პიადოა ყველაზე ნამდვილია პიადოა რო იცოდე ისე შენ ხო დაამთავრდეს პიადოა რა 7 ბურთი თორია ყველაზე მაგარი ხო და გავაკეთოთ მე ეგ 4-2 თო გავაკეთოთ 3-3 განა 3-თო 4-თო უნდა წააგო ხო და მაშინ გავაკეთე პროსტა 2 და 5-2 ეს არის 440 ეგრე 440 470 440 და ეს არის 470 ეგრე 470 არჩა 500 1 2 3 4 გაბატონ 1 2 3 სორია 470 გამოვიდა ყველ მეჩნდება პირველ ფორმული თანხმდები ან ცოტა ეგრეა კომასი აღნიშნული ვიცი არა მექანიკურად იდა გამოვიდა მე მომენტი აგერ $500 და იგი $500 და $200 და 30 ლარი 440 ლარი არის ისა სწორია 454-ის ხო 90 მეძანი სწორია 470-ზე სწორია ტიში 200 ლარი შენი ფული მოსაცემი შენ ეს როგორ სწორე იგა არა თამე ბიჭები მის პულტენთან დავიჭერ მაგას რა მე ამიტომ ეს შენ რა საფარი იმან ხოვა 1000 ლარი რო ვიწერდეს გავაკეთოთ ხვალიზა რო იმასთან და რომ მოთა უღეში აიგეთებ რა ანუ ეხლა მაშინ 1000 უნდა გავხსნი ხა ტრენერი ხო ასაცი და მე შეგაძლევებ 11200
ხო 10 ბიჭების და ხო და მოჭედნი ვარ მე თქვენ და ხო მოგებული კახა გაყვა არა თქვენ რასაც შეგვიძლია გაზრდებს იმას ხო თქვენი მოგებული კაცი არა მომის მე რო კაცი დავაჭი მე ხან გაიყოს სადღა დააჭირე ჩემთან ერთად რო კაცმა უყუროს მე აი მომის მივალ ბოლომდე და გაიგეთ როგორ გავაფიქრე კაც რო დავაჭი რა სამკეთებელია მოიგოს 2000 და ჩვენში აი 5000 კაც ყოლშე მოთხარ ერთ ჩანსზე ახლა პირველ ტაიმში გოლი შემოგვიდგა მოთხარ მე გარანტირებული ვიყო მოგცემთ მაგზეს მოთხარ და მე ვიცი მე იქით ჩემ კარში შევაგდე და იქით გავაკეთე თქვენ დაკავებული ხართ ბრალდებული სახით ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე. თქვენ დაკავებული ხართ ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვის ფაქტზე. ბატონო, თქვენ დაკავებული ხართ ბრალდებული სახით ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვის ფაქტზე. ბრალდებული ხართ დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე. თქვენ დაკავებული ხართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203 პუნქტის მეოთხე ნაწილის დათვალისწინების დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონმდებლობის მიღება შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით. ბალანთემ, თქვენ დაკავებული ხართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203 მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ითვალისწინებს პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონო ფულის მიღებას შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით. თქვენ დაკავებული ხართ ბრალდებული სახით ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვის. წარმოგიდგენთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 30 აპრილის განჩინებას თქვენი ბრალდებული სახით დაკავების შესახებ. თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე 8 პირი დააკავეს. საფეხბურთო კლუბ STU თბილისის პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის შიხურას ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, ამიერკავკასიაში აზიური ტოტალიზატორის IBC ბეთის წარმომადგენელი, ასევე საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის ჩხერიმელას 2 მოქმედი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ტორპედოს 1 ფეხბურთელი და 2 პირი, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10,000 ლარიდან 20,000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგის დასრულებისათვის.
შემდეგ წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობთ.